ალბათ არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ მე პირადად მეც არ ვიცნობ მზიამაღლობელს, მე მზიამაღლობელი, თუმცა ჩემთვის ახლა ის არის დამოუკიდებელი მედიის შეუპოვრობის სიმბოლო და ეს კანონები რო შემოვა, სადაც გაგვიკონტროლებენ ალბათ ყველა სიტყვაზე გამოგვეკიდებიან, ყველა ტერმინი შეიძლება შემდეგ უკვე დაჯარიმების საფუძველი გახდეს. ჩვენ მაინც გამოვნახავთ გზას, რომ მზიამაღლობელზე მუდმივად ვილაპარაკოთ. და მზიამაღლობელი დაკავებულია იმისთვის, რომ გააჩუმონ კრიტიკული ხმა, მაგრამ აი ახლა განსაკუთრებით ყვირის ის უსამართლობა, რის წინაშეც აღმოჩნდა ის ბრალდებები, რაც ვნახეთ თუნდაც ფილმში, რაზეც წეღამ გვეცინებოდა, რომ ვუყურებდით, იმდენად აბსურდულია, მაგრამ ეს აბსურდული ბრალდებები იმდენად გაუგებრად აბსურდულია, რომ ერთ შეხედვით გეცინება, მაგრამ იმდენად შეგვაჩვიეს და გვამსჯელებენ ასეთ აბსურდულ მიზეზებზე, რომ შეიძლება ასეთი აბსურდული მიზეზით მიადგნენ მერე ნებისმიერ ადამიანს და ვინც ხმას არ ამოიღებს, ალბათ ისიც ვერ გადაირჩევს თავს და ეს რა თქმა უნდა არ არის ჩემი დასკვნა, მე რაც მინახავს ავტორიტარიზმზე დოკუმენტური თუ მხატვრული მასალები, ყველაში არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვინც ჩუმად იქნება, იმასაც გასწირავს ავტორიტარული რეჟიმი, იმიტომ რომ ავტორიტარულ რეჟიმს ჯერ ერთი რომ ადვილად სწირავს ადამიანებს და მეორეც რომ არ უყვარს ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ ცუდ საქმეებზე. ამიტომ ალბათ ჯობია რომ ყველამ ავიმაღლოთ ხმა, იმიტომ რომ ასე გაცილებით ღირსეულები მაინც აღმოუჩნდებით, რისი უდავო მაგალითიც არის მზია.